მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლობო, დღე მშვიდობისა, გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო მეგატივის პირდაპირ ეთერში, მე ნანა თევდორაძე გახლავართ, ამავე გადაცემის წამყვანი და ავტორიც. დღევანდელ დღეს გავატარებთ თქვენთან ერთად და ვეცდები, რომ ამინდის პარალელურად საუკეთესო განწყობა შეგიქმნათ. ძალიან მზიანი, მაგრამ ქარიანი ამინდი გვაქვს ქუთაისში. ბედნიერ დღეს გისურვებთ, კარგ სამუშაო კვირას და გეტყვით, რომ პარასკევამდე დავჩებით თქვენთან ერთად და მოწვეულ სტუმრებთან. მათი თანამონაწილეობით ყოველთვის ვეცდები, რომ იყოს ინფორმაციული ჩვენი ესეთი საეთერო შეხვედრები. ძალიან კარგ ნოტაზე დავიწყეთ კვირის პირველი სამუშაო დღე. მუსიკოსი კახა რამიშვილი შემოგვიერთდა, რომელიც აი ამ გადაცემის მეგობრად გადაიქცა, ხო, ასე თვალსა და ხელს შუა. ბატონო კახა, გამარჯობა. პატივია ვიყო თქვენი მასპინძელი, თავს როგორ გძნობთ? ძალიან სასიამოვნო. ძალიან კარგი დღე არის ქუთაისში, თან ორშაბათი დღე არის, მსიანი დღე. გვიახლოვდება ნელ-ნელა გაზაფხული და აი ხასიათიც მაღლდება ემოციურად. იმ ადამიანების რიცხვს მიაკუთვნებით, ვინც ფიქრობს, რომ ორშაბათი როგორ დაიწყება, ისე შეიძლება გაგრძელდეს მთელი კვირა, თუ ფიქრობთ ყოველ დღე უნდა ვიზრუნოთ ხოლმე კარგ განწყობაზე და მხოლოდ ორშაბათს არ უნდა დავაბრალოთ რაღაცეები. ორშაბათი საწყისია და ყველა ასე ფიქრობს, მაგრამ ყველა დღე როცა მშვენიერი იქნება, წამს გეთანხმებით თქვენ აი პირველ შეკითხვაში. კი ბატონო, მაგრამ ორშაბათი ხშირ შემთხვევაში გვაზარმაცებს, რამდენად შეიძლება კარგად დავიწყოთ და კარგად გაგრძელდეთ, ყველაფრის გადავადება გვიყვარს ხოლმე და შემდეგი ორშაბათიდან დავიწყოთ, შემდეგი ორშაბათიდან. ალბათ თქვენს მუსიკალურ კარიერაშიც ყოფილა მომენტები, როცა რაღაც ცუდი ენერგიები ადრე ყოფილა და ენერგიები და უბრა ხო. და ახლა უკვე ვცდილობ ყოველი წუთი გამოვიყენოთ ასე და უკვე მაგ სიზარმაცეებს ასე ვთქვათ დავანებეთ თავი. ძალიან კარგი. როგორც მოგახსენეთ, პატივია ისევ და ისევ რომ მასპინძლობთ მუსიკას ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, იმიტომ რომ არ აქვს სავსებით უნიშნელოა ჩემთვის რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, დეპრესიული ტონია, ძალიან ბედნიერი ტონია, ყოველთვის მუსიკა ახლავს ჟანრების მიხედვით. თქვენთან რა ხდება ამ კუთხით მაინტერესებს, როგორც მსმენელი და არა როგორც მუსიკოსი. რას უსმენთ ხოლმე, როცა თავს ყველაზე კარგად გრძნობთან რაღაც დეპრესიული ტონები შეინიშნება? საერთოდ როდესაც უსმენ რამეს ვცდილობ ახალს მოусმინო და სულ ძიებაში ვარ. აი იგივე მედია სივრცეში როცა შევდივარ, ვაკვირდები, ძირითადად მაინც ჩემი სპეციალობის მიხედვით რა ხდება მსოფლიოში, აი საქსაფონების გარშემო ვინ როგორ უკრავს, რას უკრავს, რა სტილში უკრავს და ვცდილობ მე არ ჩამოვჩერ დროს და სულ რაღაცის კეთებაში და ასე ვთქვათ პერპეტუმ მობილე მოძრაობაში სულ. კი, დღეს რომ გადავალოთ თვალი ხა მსოფლიო მუსიკალურ სამყაროს და იმ არაჩვეულებრივ ინსტრუმენტს, რომელიც თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელ მუსიკოს გამოარჩევდით? მოკლედ გეტყვით. ძანეთ. მე ვარ მელოდიური მუსიკის ფანი. ყველაფერია ნათქვამი. ყველაფერია ნათქვამი. აი მელოდია როგორია? როგორ და აი მელოდია აი ისეთი ქუთაისურად გეტყვის სულში და გულში რომ მოხდება. ჩასაფუტებელი ახლა გაზაფხული არის და უნდა უსმინოს ხალხმა ისეთ მელოდიას სიყვარული. ამაღლებული მუსიკა ძალიან დიდი პატივია. საერთოდ როცა ასეთ მუსიკას გებულობ. არის რომლებიც სხვა მუსიკას ანიშნებენ, აძლევენ უპირატესობას, გვარდასახელს არ დავასახელ. არ დავასახელ. ეს აგრესიული მუსიკა ხო? ხო, და მე მელოდიური უფრო და. ხო, მაგრამ საინტერესოა ის, რომ შეიძლება განსხვავებულ ჭრილში გავდივართ, მაგრამ საერთოდ მაგრამ რა თქმა უნდა. არიან თქვენს ირგვლივ ადამიანები, ვისაც მიმღებლობა არ აქვს, ვინც ახლა შეიძლება რაღაც მეტალს უსმენდეს, პანკს და ასოციაციას. მუსიკალური გემოვნების მიხედვით ადამიანთა ჩაქურას როგორ ხედავთ? არა, საერთოდ ვინც მუსიკას უსმენს, რა მუსიკასაც არ უნდა უსმენდეს, ის უბრალოდ სულიერად ნათლდება. არა, ყველა მუსიკაზე ვერ ვიტყვით. არა, ძირითადად ვამბობ, ხო და არის კი ისეთი მუსიკები, ზოგი აგრესიული ხდება, მაგრამ მართალია, მაგრამ ძირითადად მაინც მუსიკა თვითონ სიტყვა წარმოაჩენს ყველაფერს. მუსიკა არის ესე იგი მელოდიურობა რა, ასე რომ ვთქვა და ჟღერადობა, ისეთია მუსიკა გვაძლევს. ყოველ ბგერაში, გარეთ სამყაროში რაღაც ხმა მუსიკაა. ხო, ფოთლებით ირხევა თუ რა თქმა უნდა, ისეთი შრია, აი რა თქმა უნდა ის მუსიკაში ნათქვამია პაუზა, აი პაუზა. პაუზა, სიჩუმე. ის არის ყველაზე დიდი მუსიკა. რომელსაც სხვანაირი მოსმენა უნდა. რა თქმა უნდა. არ არის. სხვა
სხვათა შორის თქვენ გაგიმართლათ იმ კუთხით, რომ ქუთაისში, აი ამ თუნდაც այն ცენტრალურ ნაწილში სეირნობს ადამიანი, იქ ბევრი მუზის პოვნა არის შესაძლებელი. აი სეირნობის თერაპიები რაში გეხმარებათ? ხო, სეირნობის თერაპია. ნუ ფიქრობ იგივე ისევ რაღაც ახალზე მუსიკაზე და გეხმარება რა შეგრძნება და ასე ვთქვათ ლაკმუსის კახალდივით ხდები, იწოლ ყველაფერს. კარგს და ნუ რაღაცასაც გესმის და ძალიან თქვენს ბავშვობაში რამდენად ხშირად ისმოდა თქვენსავე ოჯახში მუსიკა და რას უსმენდნენ ხოლმე? იმიტომ რომ რაც ისმის ხოლმე ოჯახში ბავშვი აისახება. ნუ ახლა ჩემ ბავშვობაზე თუ ჩავალ, სულ სხვა დრო იყო. კი, მით უფრო. უბრალოდ გეტყვით. აი ფირფიტები ძნელად იშოვებოდა. რომ მოგესმინა ეს საზღვარგების ფირფიტები, კი არა მახსოვს აი ბიტლზების ფირფიტებს, ხო? აი დიდი ბაზარი რო არის, იქ იყო პიროვნება, რაღაც სტუდია ქონდა და იქ ლურჯი თხელ რაღაცაზე აი ბეჭდავდა რაღაცას და აი მივდიოდით როცედას ფული რამე იყო, ყიდულობდით თუ რამე ის იყო ასეთი თხელ ფარატინა რაღაცაზე დაბეჭდილი ხო და მაშინ ორი არხი იყო მარტო საქართველოში ტელევიზიაში ერთი მოსკოვის და ერთი თბილისის და როდესაც რამე კონცერტი ან მუსიკა იყო ყველა ტელევიზორთან იშდა როგორ მახსოვს შენია ევგენი მაჭავარიანის გადაცემები რომ დაიწყო აი მუსიკაზე მსოფლიო მუსიკაზე ალბათ გემახსოვრება თქო არ გეტყვი ალბათ რაღაცა ყურმოყრით გეცენ აი აცნობდა თელ საქართველოს ჯაზ რაღაცა და მახსოვს აი მაშინ დაიწყო გაცნობა დიდი მუსიკოსების კიდევ მასიურად რო ასე თქვა იჯდა ხალხი და ელოდებოდა ევგენი მაჭავარიანის იმ საღამოს გადაცემას. ეს ვინილები გააქვთ დღემდე სადმე მოიპოვებათ? ვინილები მაქვს რაღაცეები შემორჩენილი. ძალიან ბევრი ვინილები მქონდა პიონერთა სასახლეში. ოთახი მქონდა, ასე ვთქვათ, კაბინეტი და ის და მე წასული ვიყავი და რომ ჩამოვედი არც პიონერთა სასახლე დახვდა იმ ადგილზე და იუსტიციის სახლი არის და ასე დაიკარგა სურათები კიდე ძალიან ბევრი. აი სურათებზე გამახსენდა სხვათა შორის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ჩემი ძმა და მეგობარი ჩვენი პიკასო. მოვიკითხოთ პიკასო, მოგიკითხავ დოკუმენტურ ფილმს აკეთებს, ნუ დათო ჯანელიძეზე, პიონერთა სახლის ორკესტრზე და აი პირველი თაობა რაღაცები და ნუ გაკეთებული აქვს პირველი ნაწილი და ახლა მეორე სამთავროს და ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს კაცი ქუთაისს უნახავს. არქივია რა. კი, მოვიკითხოთ ნამდვილად პიკასო არაჩვეულებრივი ადამიანია. სხვადასხვა ყავდათ ამას უცოცხალი მემატიანე კი, მაგრამ ამასინად ყავდათ ეთერში ნახეთ თქვენი გადაცემა. აი ხო ხედავ მაყურებელიც ვარ თქვენი ხშირი. ვიც დავიმსახურეთ ესეც გვიყვარს. რა თქმა უნდა საინტერესო გადაცემებით. ხო, როცა მით უფრო მუსიკაზე ვსაუბრობთ, ერთი შეხედვით ვიღაცისთვის მუსიკოსების ცხოვრება ძალიან ნიოლია, იმიტომ რომ ასოცირდება გართობასთან, აპლოდისმენტებთან, ფინანსებთან. ეს არის ერთი შეხედვით შთაბეჭდილება და სინამდვილეში რა ხდებოდა და მეგახ. აი მე რამდენს უთქვამს. შენ რა გენაღლება? არა, შენ რა გენაღლება? სულ დროსტარებაში ხარო, დროსტარება, რამდენი შრომა ჭირდება, რამდენი ის რომ სცენაზე გამოჩდე ცოტა ნორმალურად. არ ვამბობ იმ შესრულებაზე, რაღაცები უნდა ჩადო სული გული და რამოდენა შრომის ის არის თუ გინდა კარგად და შეგიძლია ახლა თუ ისე ზერელეთ ეკიდები შენ საქმეს, როგორ ზერელეთ ეკიდები, ისე ზერელეთ აგიქვამს მსმენელი და სულ მაქვს ნათქვამი ქუთაისში არის ძალიან პრეტენზიული მსმენელი. თბილისში შეიძლება არაფერზე დაგიკრან და ასე ვთქვათ აპლოდისმენტი ქუთაისში თუ დაგეკრავენ აპლოდისმენტებს რა თქმა უნდა ევროპაშიც რო უნებოდი როცა ვიყავი იქ ესე იგი აპლოდისმენტს დაგეკრავენ ჩათვალე რომ ევროპა დაპროვილი გავს სხვათა შორის პირველი სპექტაკლები თბილისი როცა და მარჯანიშვილი და ისინი გაგებული იყო პირველად ქუთაისში ჩამოქონდა თუ მოეწონებოდა ქუთაისს ესე იგი აგრძელებდა სპექტაკლის ცხოვრებას ხო, ქუთაისს ამხრივ ძალიან დიდი წარსული აქვს, მაგრამ დღეს რა ხდება? ანუ დღეს რამდენად უსმენთ გემოვნებიან სიმღერებს? ნახეთ, თქვენ გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა ვინილების მოპოვებისთვის მთელი ბრძოლა და ლოდინი და ასე შემდეგ. დღეს კიდე ხელმისაწვდომი გვაქვს, ხო? ესა თუ ის მუსიკა, მაგრამ მაინც რაღაც მდარე და ისეთ სიმღერებს უსმენს მასიურად ადამიანები, რომელსაც არ ვიცი, რა შედეგი შეიძლება პოვოს, არ ვიცი. კი ბატონო, აი სწორი ისაა და ძალიან პრობლემატიკური, სულ ხშირად ვფიქრობ, მაგრამ აი მაგ თემებზე.
ჯერ გული მწყება, მოდი ახლა ვიტყვი, შეიძლება ბევრს ეწყინოს ძალიან და აი ესეთი რაღაცას ვიტყვი. 21 საუკუნეა, 2026 წელია, ხო? ესე იგი რა ხდება? თქვა არის შეკრება, ივენთი არის რაღაცები. ესე იგი ღერიან მომღერლები რაღაცები, ყველა მღერის ერთმანეთის ასე ვთქვათ, ის მე-20 საუკუნეში კი დაწერილი მუსიკებია, რაღაცები, ზოგი იტალიურია რაღაცა, მაგრამ ყველა ერთნაირი რეპერტუარი, ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. პერკეტი ამოდა, მამა მარია, ესე იგი, ასე ვთქვათ, სულ და უბრალოდ რა ბერიც მსმენელის გემოვნებაც უკვე ხდება ისეთი და თითქოს დონი არ იზრდება რა. ძალიან ისა, მე ვცდილობ სულ როდესაც აი ვარ რაღაცა იყო შეიძლება მე-20 საუკუნის მაგალითად ბესამე მუჩო თქვათ აღიარებული არის მე-20 საუკუნის ყველაზე მოსმენად მუსიკა შევიდა როგორც ყველაზე მეტი დისკია გაყიდული და ყველაზე მეტ შემსრულებელს აქვს შესრულებული ბესამე მუჩომ მსოფლიოს ყველა კუთხიდან უკვდავია ხო გახდა კლასიკა მაგრამ ამ ბესამე მუჩოს აქვს მილიონი ვარიანტი არის ლათინური სამბა სტილში ტანგო ყველაფერში ხო და რო დადგეს ახლა მთელი საქსოფონები ასე ვთქვათ საქართველოსი და ყველა მუკრას ერთი და იგივე ბოლერო სტილში კონსუელა რომღერო და ასე ვთქვათ და მე ურჩევდი მე უბრალოდ არავის შკოლას არ ვასწავლე ურჩევდი უბრალოდ ცოტა გემოვნებაც გაზარდონდა მსმენელის გემოვნებაც გაიზრდება და ნუ დატოვებენ ამ ხალხს ხო ეს ხო ჯაჭვური რეაქცია რასაც ითხოვს მსმენელი შეიძლება ისეთი გახდეს მუსიკოსი და რასაც თავაზობს მუსიკოსი თქვენ ახლა ასე თუ ისე მაინც ლეგენდარულ კომპოზიციებს შეეხეთ რომლებმაც დროს გაუძლო და საუკუნეს მაგრამ კიდე გვაქვს რაღაც მუსიკა რომელიც არ ვიცი რა სტილს მიეკუთვნება არც პაპსა ხო არაფერში არ არის ეს ჩემთვის მაპატიეთ არც მე მინდა ვინმეს ვაწყენინო მაგრამ აი ესეთი მუსიკის მოსმენა თუნდაც ახალგაზრდა თაობაში. ძალიან ცუდია და უბრალოდ არის მუსიკა ისა, ვისაც უნდა მოусმეს, ვისაც არ უნდა მოусმეს, მაგრამ ცუდზე რო ადამიანის ის გაიზრდება, გემოვნება და აი ცუდს ის კარგი საქმეა მე, მაგრამ ახას კიდე საკამათო საკითხია, ცუდი რა არის, კარგი რა არის. ვისთვის როგორ, ხო სწორია. როცა ასეთ საკითხებში შედიხარ, უბრალოდ საკამათო ხდება რაღაცა, მაგრამ მოკლედ რო თქვა, ცუდს და კაის შეიძლება გარჩევა. იოლად შეიძლება, მაგრამ მათ ალბათ მასიურად მოსწონთ ის მუსიკა, რაც იოლად ისმენა. ხო, საერთოდ ჩვენთან რა უყვარს, იცით, იოლად მოსმენაზე აკამას. აი ეს იოლი მოსასმენი, იოლი წასამღერებელია, ასე ვთქვათ და სიმარტივისკენ მიდრეკილება აქვს საერთოდ ადამიანს. მოდი რაღაც გამახსენდა, ახლა უნდა მოგიგო, აი ცოტა ხუმრობით რაღაცა და ნამდვილი ამბავი. მე რო არ გადამხდება თავს ისეთი იშვიათად მოიწვევენ ხდება რაღაცე მიწვევენ ხშირად ნუ ფაქტიურად ხო მიწვევენ ოზურგეთში ტარდება ღვინის ფესტივალი ზაფხულობით ნუ ამ ზაფხულს ვიყავით ახლა მე და ლელა ლომთაძე ხო და აი ვინც ატარებს ამ ღონისძიებას უცვირფასი კაცი ირაკლი კუჭავა ესე იგი ამ ღვინის ფესტივალის ორგანიზაციას კარგი ჩოხატაურელია თქო გურული კაცი ვართ მედალელა ერთ ამბავში ახლა უკრავს ლელა უკრავ მე უკრავთ თუეთში ნუ მიდის ესე იგი ჩქებს ღვინის ფესტივალია ხალხი თავისუფლადაა გამოსულია სასეინოდ თან ტარდება გურიელის სასახლე ასე ვთქვათ არის ასეთი ადგილი კონფერენცია აი მუსიკის მოსმენაზე ხო და ნუ მიიქცია ჩემი ყურადღება ახლა იქნება მე-6 მე-7 კლასელი ბავშვი სულტაც ქვიტი გურული აი თვალებში ეთყობა და რაღაცა და გააწრიობებული პატარა როცა უკრავ ესე იგი შემოვიდა რა საქსოფონში ასე ვთქვათ უყურებს ისე ინტერესით მაკვირდება ჯერ მთლიან იმაში ვყავარ ხვდები ახლა ამას ხო მაკვირდება ხო და ჯერ მიყურებს ამარეში ესე იგი თან მაყოლებს სულ თავს ახლა თვითონაც. მერე გადმოვიდა თითებზე, ასე ვთქვა და გაივლის, ესე იგი ბავშვი არ მცილდება. ახლა დავამთავრე, დაკვრა ხო, უკრავს ლელა მღერის, კიდე მღერის რაღაცა. ვიოლინოც აიტაცა. ვიოლინო და არა. აბსოლუტურად არა აქ ამ ბავშვის რეაქცია. ესე იგი საქსოფონი სადგამი მაქვს მიდევს იმაზე შორი ახლოს მოვა უყურებს სწავლობს ყველაფერს ხო ეთყობა აა ეს დამაინტერესა და მიხდით ა გურული ბავშვია ესენი პატარა ასე რო თქვა შუსტრები ქართულად სკვიტები და აი ესეთი იტაცებენ ყველაფერ კაცს ხო და
ნუ რო დავიწყე დააგვრა, მე რო ვიწყებ დააგვრა, შემოდი საქსაფონში დამიდგა უკნიდან და ახლა აკვირდება ალბათ რითი როგორ მიკავია ყველაფერი. შევახვალ და ნუ რა ხდება ახლა, როცა მაგას თავის ვარ და დაუძახე ამბავს და მოვთხარ მოგწოს თქო, ინსტრუმენტი თქო. კი, უცებ, ჩქარა, არც დაფიქრებულა. ხო და ახლა მელოდები რო რაღაცა სიტყვის მაგშენ რომ გაჩერდას და პაუზა აქვს და მიყურებს თვალებში და ორ კვირაში ვისწავლი? ეს იყო შოკი ჩემთვის, ესე იგი იანგარიშა. ხო, ასე, ხო, იმან უკვე რო ეს იოლია ჩაბერე რაღაცა. ახლა მე არ მინდა რო გამეცინოს, ესე იგი ისეთ ხასიათზე ვარ, ხო და რა ვავაგზნობინებ, ბავშვი. ხო და მე დავფიქრდი ასე, მე ვთხარი არაბიძია. ორ კვირაში ვერა, მაგრამ შეიძლება სამ კვირაში ისწავლო თქო. და ბავშვი ჩაფიქრდა ასე, ჩაფიქრდა და მადლობიძიაო და წავიდა. ახლა შეხედა რა ხდება. ხო მიყურებდა თქვა რა ვთქვი, აი შეხედა რომ ჰაერი უნდა ჩაბერო და თითები ისწავლა უკვე იმანი, ის ყურებაში ისწავლა უკვე ხო და მაგრამ ყველაზე ეს რომ მითხრა ორ კვირაში ვისწავლიო? ხო და მე ახლა რა ვეთყოდი ორ კვირაში კი არა ვსწავლობ 55 წელია უკრავ ხო და ვერ ვისწავლე კიდე. აი თქვენ როგორ ფიქრობთ რა მოეწონა ამ ინსტრუმენტში ხო? ნუ ახლა იოლიტაც ხო სასიამოვნო ბგერებს გამოცემს ძალიან. ინსტრუმენტი ისეთი არის ოქროსფერი, რა მიმზიდველია რა, ხო მდიდრულია რაღაცა უცხოა. თან იმბავს დარწმუნებული ვარ ცოცხლად. ნუ ესე იგი არ ქონდა ნანახი, თან ინტერესიანი და ალბათ მივიდა სახში და ალბათ სამკვირაში ვისწავლი მიყიდეთ ინსტრუმენტიო თქვა. ნეტო ოჯახის წევრებისგან რა პასუხი. სალამი ბატონ ირაკლის ასეთი კარგი ფესტივალების მოწყობისთვის. ალბათ წელსაც იქნება. და თქვენც მიგიწევენ და ახლა შეაყვარებთ ამ ინსტრუმენტს. კი ბატონო. ისა საქსოფონისტის მეზობლის ცხოვრება როგორია? ან მეზობლების? ნუ მეზობლების დავიწყებ თავიდან. თავიდან საყვირზე უკრავდი და მართლა დატანჯული მყავდა მეზობლები ბავშვობაში. დანახარ აბგერები იქნებოდა წარმოიდგინე როცა სწავლობ. ხო და აი გეშლე. მაგრამ ორი კვირაა საჭირო. ხო, არა ორი კვირაა საჭირო. ხო და სახში არ უკრავ ასე ვთქვათ. მაქვს სტუდია ასე ვთქვათ ცალკე და იქ ვაწუხებ. მაგრამ სულ ხო არ ქონდათ ეს სტუდია? ხო, არ ქონდა, მაგრამ უბრალოდ სულ იყო საღაცა რაღაცას ვნახულობდი. იმიტომ სახში არ მაკრევინებდნენ მე. ოჯახის წევრებით. ხო, ოჯახის წევრებსაც და ბავშვებსაც ხან პატარა იყო სახში დისკომფორტი ქონდა. ყველას ეს ისეთი ინსტრუმენტია, რაც ნოჩუმად დაუკრა, მაინც ყველა სტარტზე იყო. ხო, კი ბატონო. კარგით, ბატონო კახა, პირველი შესვენება ხომ არ გავაკეთოთ და მოდი გავაკეთოთ. ხო, ერთ თემას შევეხოთ. ახლა ბევრი აპროტესტებს საქართველოში, რომ ვალენტინობა ეს არ არის ის დღესასწაული, რომელიც უნდა აღინიშნოს, მაგრამ ვიცი რომ ყველას უყვარს სიყვარულიან უნდა უყვარდეს, განსაკუთრებულად თუ აღნიშნეთ და სიყვარულს რა ბგერები უხდება, რომ სიყვარულს ყოველდღე იყოს ნეტავი სიყვარულის დღე საქართველოში და გინ ვალენტინის ეთქვას. ნუ ის ვალენტინით ვიცით როგორ მოდის ეს ისტორია ჩუმაწევდა ჯვარს ვისაც შეუღლება უნდოდა და აი იმიტომ გახდა და ნეტავი ყოველდღე იყოს ასე სიყვარულის და შეუღლების დღეები საქართველოში. ხო და მე შევხვდი მაგალითად ზუგდიდში იბერია პალასი არის ასეთი ძალიან კარგი რესტორანი, ძალიან კარგი აი ეს ატმოსფერო არის, ვიყავით მე და ლადო გუჯუხიძე, ასე თქვა და საღამო გამოვიდა ძალიან თავისებური ასე რომ ვთქვათ ქუთაისლება ზუგდიდს დავატყვეთ ხელი. და ძალიან კარგად ისე ძალიან და მე მომხრევა რომ სული უნდა იყოს რაღაც ზეიმი და სახეს რა მნიშვნელობა აქვს კიდე ისა და ახლა 15 აპრილს არის ქართული სიყვარულის ის და ალბათ მაშინაც ის იქნება. მოდი კი რა მოუხდება ხა სიყვარულს? მოდი აი ესეთი ფრანგული სიყვარულის მუსიკას დავუკრავ მე. მოდი ეს სიყვარული რატომაც არა და ჩემ სტუდიაში ჟღერდეს საქსოფონის ჰანგები და სოფევდეს
ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა, სადღაც ნოსტალგიებშიც კი გადამსტყორცნა და ალბათ მუსიკის დანიშნულებაც ეს არის. ეს არის სიყვარული ისეთი რამ არის. მოყვება ნოსტალგიაც და ცოტა იმედგაცრუება ზოგჯერ. ხო, თან სიყვარული ხომ მხოლოდ ის არ არის რა უცლებად საპირისპირო სქესი უნდა გეყო. რა თქმა უნდა, ყველაფრის სიყვარულზე არის, გლობალურად მოგულისხმობ. ხო, რომელი სიყვარული ჩაგაფიქრებ ხოლმე ყველაზე მეტად. ხდება ზოგჯერ პირველი სიყვარული ჩაგაფიქრებს. ხო, არ ვიცი. კი. მე რაღაც სხვადასხვა სიყვარული არის. არის ცხოვრება და საინტერესო. თქვენ მზადეთ რომ რა უნდა ანუ რა არ გადამხდენიაო თავს დაკვრის პროცესში. ამის ისტორიას ხარ გაიხსენებთ კიდე. განსაკუთრებული მოგონებები, მაგრამ ალბათ დრო რომ გქონდეთ ეს ყველაფერი თქვენ დაწეროთ. გადაიღოს თუნდაც პიკასო და იზრდოს. სხვადასხვა პიკასოს ფილმში ლაპარაკობ რაღაცებს. აი გადახტომაზე მოყვები. გისმენთ. მოყვები რაღაცას, არ ვიცი თუ მაქვს მონაყოლი, არ მექნება თქვენთან. ნუ არის ის დრო, ძველი დრო. ბნელი ყოველად. ყოველად ბნელი. ხო, ანუ 86 წელი. ასე ვთქვათ და ვართ გასტროლებზე სასახლიდან. ესე იგი დაადრეს. ნუ ახლა წარმოიდგინეთ ჩავედით ნუ სადღაც ქალაქს რა მნიშვნელობა აქვს და ნუ მოვიყარეთ მე ასე ვთქვათ პედაგოგებმა ისინი ნუ თავი რა 1-5 ადამიანი ვზივართ და ახლა 5 ქართველი რო დაждდება საზღვარგარეთ საღამოს რა მოხდება პატარა შევზარხოჩდით ესე იგი ფოიეში ვზივართ კორიდორ ფოიეში ასე ვთქვათ და ნუ ჩვენი ქართულის გამორჩეული ნიშანი ხმამაღლა ლაპარაკი როცა ხო და კარქაზიაძე როცა ვარ და ნუ ახლა რა ხდება ესე იგი ამ ჩვენ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას და ცოტა აუწიეთ ეთყობა ტემპს ხო და კაი კაცური გაცინება და რაღაცაზე მე უკვე გადახარხარებაც და ამ დროს ტელეფონში მოდის აი რო შეხედავ თეთრმიანი ანგელოზივით ქალი არის
ნუ მივხვდით რომ შემოვედით და ვინახეთ რომ იყო ადმინისტრატორი ალბათ. ხო? მოდის, მაგრამ სახი აქვს, როგორ იცი, შეწუხებული სასაური. და მოდის და ნუ მივხვდით რომ გვეუბნება, ესე იგი შვაღამია. და ეს ხახანდა, ნუ რომ დავინახეთ ახლა ყველა გავჩერდით, ესე იგი სამარისებული სიჩუმე. ხო და ეს კალი რაღაცას ნუ ამბობს და გვარდასახელს არ დავახსახელებ ახლობელი. ხო და ეს კაი ხასიათია და ქუთაისურად უნდა ესე იგი ეუბნება, ახლა უნდა გაანგებინოს, რომ ქუთაისში რო ვიტყვით, ხელები მაგაწეულიო რა, ხო იცი დამნაშავე რო ხარ რაღაცა და ნუ ხო იცი ხელები მაგაწეული, წამოდგა ასე, თან არის მოზრდილი. კაი და აი ამ ქალბატონს რო აწია ხელები და ნუ რაც მოიფიქრა, ახლა რომელი ენაც მოიფიქრა, ისე ხენდე ხოხო დაუძახო. რაო, ამ ქალმა ხენდე ხოხო. ესე იგი იმასაც რაცა გახენდე ხო ალბათ მაშინ ჩვენ პერიოდში ის პერიოდი იყო ძალიან ცუდად ქონდა ხო ნიშნავდა გერმანელები გერმანული ფილმების ნაყურები ჩვენ და ხელები მაღლა აწიეო ხო და ქალმა ხელებიც აწია და კი რაღაც შეწუხდა ხო და ნიხტნი ხო ესე იგი იმანაც გერმანულად ვაცუხა და ესე გაიქცა სირბილი და მიყვა ამ ქალს ჩვენი ახლა მიყובოდა ესე იგი გადახარხარებ როგორ დასრულდა ეს ისტორია აი მეორე დილას იყო ცირკი მეორე დილას საუზმეზე ვარ და ახლა ისე დღეში ვარ და შევხედე თან იყო ძალიან მაღალი ქალი შემოდის ეს ქალი და ვზივარ და რო დავინახე გავიქეცი მე რა ვქნა თქვენ გავიქეცი და რომ მივდივარ ახლა ვხედავ ძალიან მაღალი არის და გაჭერდა ერთ მაგიდას შეფთის კამზე და ყვავილები იდგა იქ და მივართვი ასე ყვავილები გადავკოცნეს კარი და ისეთი კარგი ხიმილი ქონდა თურმე ქონია ხო გრუჟია იზახა ნუ გრუჟია არის პოლონურად ნუ ანუ დაალაგეთ სიტუაცია იმ ქალბატონს კარგი კონიაკიც მიუკითხეთ ჩვენი ფასი არ ყავდა მე არავინ ერთი სამი დღე ვიღავით იმ სასწავლოში ბატონო კახა რომ არა მუსიკა ეს თავგადასავლები შეიძლება სხვა პროფესია რა თქმა უნდა აირჩევდით მაგრამ ხომ არ დაგიგროვდებოდა რას ნიშნავს ეს თითოეული მოგონება და რამდენად საინტერესო ადამიანებს გადაეკვეთეთ ამ წლების მანძილზე? ნუ ახლა ხელოვანი ადამიანი როდესაც ხარ ძალიან ბევრი თავგადასავლები, ძალიან ბევრი მოსაგონებელი, ძალიან ბევრი რაღაც. ახლა ცოტა ისეთ რაღაცას ვიტყვი. გუშინ წინ ახლა მაგალითად, ნუ დამიგროვდა მართლა ბევრი შევეხვიანი ერთი მეგობარი მყავს თურქეთში, თურქი ძალიან კარგი მუსიკოსი, ჩემი კოლეგა. ის ცნობადი სახე იქ ძალიან ხო და აი როცა თურქეთში ვიყავი ძალიან გვერდში დამიდგა რა როგორც მუსიკალურად რაღაც ისე ნუ ის სამყარო რო გამეცნო კარგად და შეემთხვა ძალიან ცუდი რაღაცა წაიქცა ადამიანი და ესე იგი ვერ დადის ახლა გადაწყდა ნუ ანტალიაში გადავიდა იმათან ნუ რაც შემიძლია მე ვეხმარები აქედან როცა ნუ ფინანსურადაც რაღაცები ბევრი მე არა მაქვს მაგრამ რაც შემიძლია ასე ვთქვათ და ძალიან ისეთი გუშინ ვილაპარაკეთ და უკვე ახლა ლაპარაკი დაიწყო და იგი ისეთი სასიამოვნო იყო ჩემთვის მეუღლეც მომღერალი ყავს ნუ არ არის ის თურქი ხო და ძალიან აი ეს კაისე და სხვადასხვა ოჯახებით ვართ ახლოს თურქეთში რო ვიყავით თურქეთში იშვიათი არის სახში რო დაკპატიშოს ვინმე დაკპატიშებს შეიძლება რესტორანში დაკპატიშებს სახში არ უყვართ ასე ვთქვათ ნუ ის სტუმარი თავისებური წესებია სულ ესე იგი მემპატიჟებდი რაღაცა და გავა ესე იგი ბოლოს იცახო და ბაბუაჩემიო კავკასიიდან წამოსული ეს არისო მე რო გამეხსნა მართლა ის არის მუჰაჯირი არის ესე იგი ეთყობა ბაბუა და საიდან ის არ ახსოვს ხო შეიძლება აფხაზეთიდან წასული მაგრამ რაღაცა და ნუ ის სიტყვები თქვა ისეთი აი რო გაიხსნა და მე თქვა მე ნენა რაღაცა ნანა უთხარისო ქართველების სიაში უნდა ჩაგწეროთ ხო და გამოჯამრთელება უსწრებთ თქვენს მეგობარს და კოლეგებს რა თქმა უნდა აიკუცაც სალამი აქიდან აიკუ დემირელი არის გვარად მედია მალე გამოჯამრთელდება საქართველოშიც ჩამობრძანდება ვიცი შეიძლება სტუმრადაც კი მოიყვანოს რა თქმა უნდა დაბადიშებული მყავს კი არა ახლა სამყავს საფულში მეუღლესთან ერთად თუ ჩამოვლენ მედია ყველაფერი მალე კარგად დაიწყო ნუ აი ეს მოყვა რას თავგადასავლები საერთოდ ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ როცა აი ხელოვანი ხარ, უბრალოდ გიწევს ძალიან ბევრ ადამიანებთან ურთიერთობა. ისეთი
სხვა პროფესიებიდან გამორჩეულია, ასე ვთქვათ, ხელოვანის. და ძალიან რთული. ძალიან რთული. შეყვარებული წყვილებიან უკვე ოჯახები თქვენს მუსიკას, როცა გაბრაზებულები იყვნენ ერთმანეთზე თუ შეურიგებიან, მომრიგებული, შემრიგებული. აი მქონდა ბარში სიტუაციები, ხვა ეთყობა და გაბუტულები ჩამოსულან უცხოელები. საერთოდ უცხოელი, როცა შეუძლიათ გამოხატონ. ჩვენები კიდე მალავენ, ხო, ის საზოგადოებაში შეიძლება გაბუტული იყოს, მაინც იღიმის ხო? ხო, უცხოელი არ დამალავს. აი შეუძლიათ პირდაპირ ესე იგი ხმამაღლა იკამათონ რაღაცეები და ჩამოსულან ასეთები რაბენცი ქალი იხედება აქეთკენ კაცი დარწმენილია უფრო ქალები ბოდიში და წუგრავენ ხო და ვიხდება ხო ქალს უხდება პატარა კაპრიზობა წუგრობა ხო და ასე და ნუ წასულან ბარიდან როგორ იცი კაი ცეკვებით, კაი რაღაცეები და ბოლოს ხელჩაკიდებული და ნუ იმათი სენკიუერი მათ ესე იგი ყველაფერს მირჩევნოდა მე. დაალაგდა ყველაფერი. დაალაგებული ყველაფერი თვალებ გავრწყინებული და კიდევ გიახლებით რო გეტყვია. კი. საქსოფონზე რას მეტყვით? საქსოფონზე რა უნდა გითხრა? არ ვიცი. ადოლფ საქსმა გამოიგონა, იცით ალბათ, როგორ არ იცით, ბელგიელმა, გერმანელმა, ოღონდ. აი გერმანელი იყო, ბელგიერი, გერმანელი. და სხვათა შორის ახლა ისტორიას თუ მოუყვები, ადოლფა სიცოცხლე დაამთავრა, ნუ 1919 წლისთვის, ნუ ეს ჯაზს უკვე ამერიკაში უკრავდნენ რადონეზე ამ საქსოფონით და სულ სასამართლოებში ქონდა ამ ადოლფ საქმე. იმიტომ უჩივლოდნენ ძველი მუსიკოსები, ეს ახალი ინსტრუმენტი არ არისო, გადაკეთებული გაქო, ნუ მთელი ისტორიებია რა, ახლა რო არ იმას მთელ ამერიკაში ძალიან დიდი ფულზი იშოვებოდა, ასე ვთქვათ, საქსოფონისტები, ძალიან დიდი ბევრი ბენდები იყო, ნუ წარმოგიდგენია დიქსილენდის პერიოდი. ხო და ადოლფმა ასე რომ ვთქვათ სასამართლოებში, დავებში და ემაში დაამთავრა სიცოცხლე და ნუ ბელგიაში ახლა ძეგლი უდგას ისეთი და სხვათა შორის შემოვლმა კვლავ ბელგიაში არა ვარ ნაყოფი და ერთი ადოლფის გვერდში უნდა გადავიღოს საქსის გვერდით სურათი. ხო, ახალი მიზანიც დაისახეთ, ხო? აი რა კაია, ამიტომ გადაცემაში ხო, ხშირად უნდა მოგვიდეთ. ხო და მეორედ რომ მომიწევთ მალე არ მომიწვიო ძალიან. ანუ იქ ჩასვლა და ფოტო უნდა. ხო, და აი რომ დავამთხვიო. მაშინ ძალიან არ გადააჭიანუროთ. არა, არ გავაჭიანურებ. დღეს ახალგაზრდებში ვხედავ ხო, გოგონა საქსოფონისტები რაღაცა მოდური და კი, ძალიან წამოვიდა. ბრუნდება ხო, რაღაც გარკვეული ინტერვალი აქვს ესახება. რის დამსახურებაა ეს თქვენი მედიასი. ინტერნეტ სივრცის მედიასი, იმიტომ პოპულარიზაცია. ნუ უკრავდა ლილი ვასვერ, ახლა იცით ის მელოდია, აი მე კაცკლეროზი დამავიწყდა ეს ხო სახელი ხო ნუ ერთი ქალბატონი იყო მარტო რომ უკრავდა ასე ვთქვა ჩანა მაგრამ უკვე ძალიან ბერმა რომ დაიწყო და აგრა ძალიან მოთხოვნილებაა გოგონებში სხვათა შორის თბილისში ნუ მე დრო არა მაქვს ხო და აქაც სწავლობენ და მალე ერთი 10 წელიწადში ალბათ კაი საქსოფონისტები ეყოლება ქუთაისს რამე პროექტის განსხვავებულს ხო არ გეგმავთ თუნდაც საქსოფონისტები დასარტყამი ინსტრუმენტი ანუ რაღაცები კლასიკური გაგებით და არა კლასიკური გაგებით არა ნუ ახლა დიჯეისთან ერთად ვცდილობ ვაკეთებთ რაღაცას და მე მგონი აპრილის ბოლოს ან მაისში აპრილში ხო ჯაზის დღეც გვაქვს ხო მე იყოს ნეტავი ყოველ დღე იყოს დაპირდული გოდაისი რაღაც მრავალფეროვანი მუსიკით და ну ლელა შერწყმული დიჯეისთან მეც რაღაცა ну ასეთ რაღაცას ვფიქრობთ. ფაქტიურად გაკეთებული გვაქვს და ნახოთ რა იქნება ჩვენ დაფინანსებებს და რაღაცებს ჯერჯერობით დავთხოვთ არავის მოითხოვე რამდენიც კი. ხო რომ მოითხოვო რა. ის უცებ გამიკვირდა მეთქი რაც ფინანსები. მოდი ამ გადაცემის მერე იქნება ვინმეს რაღაცა გაუჩნდეს აზრი. ავი რატომაც არა. კარგი. კიდევ ერთი კომპოზიცია რას შეგვისრულებთ ამჯერად? ამჯერად. მოდი შენ როგორც მოდი გავაცოცხლოთ. ხო, გავაცოცხლოთ რაღაც და მოდი ვეცდები ცოტა ცოცხალი მუსიკა დავუკრათ. და რაზე ვაკეთებთ აქცენტს? აქცენტს გავაკეთებთ. თქვენ საყვარელი ასე თქვენი საყვარელიცაა მე მგონი დარჩეს ასე ვთქვათ
ძალიან დიდი მადლობა ეს ენერგიულ კვირას გისურვებთ თქვენ ჩემს თავს და ჩვენს ძვირფას თქვენც ასევე თქვენ ტელევიზიასაც ენერგიულ კარგ კვირას და გაზაფხული იწყება და მოდი სიცოცხლით სავსე ყოფილიყოს გაზაფხული. და შევთანხმდეთ რომ ადობსაკცა გადაღებულ ფირს ჩამოგიტანთ. ხო, მაგრამ იქამდე შეიძლება გეპატიებათ მოსვლა თუ რაღაცა მოხდა ისეთი გაუთვალისწინებელი და ვერ მოახერხეთ. ესე დავზავდეთ. მაგრამ ისეთი სიტყვა ვთქვი აქ რომ არ მინდოდეს წასვლა მაინც უნდა წავიდე. ხო, მაშინ არის ასეთი ბოცებულობა, როცა ჩემგან კი გაქვთ და ბევრ საინტერესო მუსიკალურ და არამუსიკალურ თავგადასავალს გისურვებთ. მადლობა რომ მეგობრებთ ამ გადაცემასთან. როცა დრო გაქვთ მოგზანდებით, გვატკბობთ ამარა ჩვეულებრივი ინსტრუმენტის ბგერებით და კიდევ ერთხელ გრძნობთ რომ ვართ ცოცხლები და უნდა ვიცოცხლოთ. რა თქმა უნდა. წარმატებას გისურვებთ, წარმატებას უსურვებთ ტელევიზიას. მიხარია აქ მოსვლა. და ძალიან კარგი გარემო გაქვთ, ძალიან კარგი სტუდია გაქვთ. დიდი მადლობა. სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა და აი დაგვრა. დროებით დაგემშვიდობებით კარგ კვირას გისურვებთ. თქვენც ასევე. მუსიკოსი ბატონი კახა რამიშვილი გახდა ძვირფასო ტელემაყურებლობა გადაცემის სტუმარი. შუადღე ქუთაისში დასრულებულია. ნანა თავდორაძე მუშაობდა თქვენთვის. კადრს მიღმა ლიკა ჩოგოვაძე, არაჩვეულებრივი ამინდი, ასე რომ დატკბით ჟანგბადით. გემშვიდობებით, ყოველდღე საუკეთესო სურვილებით. ნახვამდის.